ერთი წლის განმავლობაში გარდაცვლილი სამი მოწმე მამუკა მიქაუტაძე, შალვა თათუხაშვილი და ალექსანდრე დანელია. მე შემეშინდა და ეხლა ვამბობ პირველად არ თუნდაც ბავშვების. მამუკა მიქაუტაძის მეუღლის ზიზი ეძგვერაძის სკანდალური განცხადება, რაში ადანაშაულებს ხელისუფლებას მიქაუტაძის დედაშვილის თვითმკვლელობიდან 11 თვის შემდეგ. მაშინდელი ჩინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა, რომ პირადი კონტროლის ქვეშ აიღებდა ამ საქმეს და აუცილებლად გამოიძიებდა. თუმცა ეს ყველაფერი აღმოჩნდა მხოლოდ პირადი ინტერესებისათვის გაკეთებული განცხადება. ახალი დეტალი შალვა თათუხაშვილის საქმეში, რატომ ამტკიცებს ადვოკატი, რომ თათუხაშვილი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით არ გარდაცვლილა, რომ პროკურატურამ ოფიციალური ექსპერტიზის პასუხი გააყალბა და რა არგუმენტები აქვს მას. გაყალბებული არის გარდაცვალების რეალური მიზეზი. კურჩის ეგრეთ წოდებული ტერაქტის მთავარი მოწმის ალექსანდრე დანელიას საეჭვო სიკვდილი, რატომ არ სჯერა გარდაცვლილის დედას, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა. შეგულება არ არის შვილო. როგორ შეიძლება ადამიანმა 11 საათიდან პირველ საათამდე თავი მოიკლას და ამხელა კორპუსში კაც არ გაეგონოს ტროლის ხმა. დანელიამ დაიწყო აშკარად საუბარი, ღიად საუბარი იმაზე, რომ მასზე მოხდა ზეწოლა. მამუკა მიქაუტაძე, შალვა თათუხაშვილი და ალექსანდრე დანელია. რა ერთიანებს ამ სამი ადამიანის ბურუსით მოცულ სიკვდილს? ნახეთ შაბათს 10 საათზე გადაცემაში განსხვავებული აქცენტები.